მოგესალმებით, შემოძვირფასები და კარგებო, საღამომშვიდობის. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ასეთი თემა, ანუ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ხო? Როგორი იყო ადრე და როგორი არის ახლა მის დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ჩაიფიქრეთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების, ასე ვთქვათ, თქვენი პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი, თვე და რიცხვი, თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ საჯარო ბაშთა თემით მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, როგორი იყო ადრე და როგორი არის მის დამოკიდებულება თქვენს მიმართ ახლა, ხო? აბა, ჩაიფიქრეთ. მე უბრალოდ ენერგიებს რატომღაც მომინდა ამ დროს ისო ენერგიებით დავიწყო, ხო? თავდაპირველი იქნება თქვენი, შემდეგ მისი ენერგიები და ფონი, რაც იქნება, არის დღევანდელი მდგომარეობა თქვენ შორის. და ვნახოთ შემდეგ ჩვენი თემა, ხო? დამოკიდებულება როგორია ახლა და როგორი იყო ადრე. კარგი. თქვენი ენერგიები, თქვენი პიროვნების ენერგიები და ფონად რა ხდება თქვენ შორის ახლა? ამომიტრიალდა ეს კარგი რა მღელვარება. მოდი ვნახოთ, ხო? როგორი იყო მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ ადრე? და როგორი არის ახლა მის დამოკიდებულება თქვენს მიმართ? ფონი უკვე გადავდი, აქედან გამომდინარე ეს დასტა მე აღარ დამჭირდება და გადავდებ ცოტა იქითკენ, ხო? 4-იანი თასებიდან გამომდინარე, რაც დღესდღეობით ხო თქვენ შორის ხდება ფონური არკანი, რაც არის, ხო? ამ არკანის მიხედვით შემიძლია თქვა ესეთი რაღაც, რომ ეს ბარათი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ შორის არის რაღაცნაირად ემოციური ჩაკეტილობა, ხო? რაღაცნაირად ურთიერთობა, რაღაც მოწყენის ზღვარზეა მისული და რაღაც გრძნობები ასე თუ ისე ერთმანეთისადმი გაუცხოვება დაწყებული, ხო? ხვდებით, რაზეც ვსაუბრობ, ხო? ანუ თითქოს რაღაცნაირად თქვენი ეს ურთიერთობა ჰაერშია გამოკიდებული, ხვდებით, ამჟამად ახლა თქვენ შორის რაღაც გაურკვევლობა დგას და არაადეკვატური რეაგირება გაქვთ ამ ყველაფერზე, ხო? თითქოს რაღაც გქონდათ, მაგრამ ამჟამად არც ასე ვთქვათ გონებრივი კავშირია თქვენ შორის, არც ესე ვთქვათ გულწრფელი ემოციები, არც ენერგიებია თქვენ შორის და რაღაცნაირად ერთმანეთისადმი, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ თავსაც კი არ ამჟღავნებთ, ხო ხვდებით? ანუ რაღაცნაირად მოცილებულები ხართ ერთმანეთს ემოციურად და შესაძლებელია დისტანციურადაც, ხო? ესე ვთქვათ, ეს არკანი არის ძალიან პასიური მოლოდინის არკანი, რომელიც, ანუ ვთქვათ, სტაგნაციურ მდგომარეობაში მყოფი ურთიერთობის არკანია, როდესაც ესე ვთქვათ, გული ჯერ კიდევ ელის რაღაცა სიახლებს ურთიერთობაში, მაგრამ მეორეს მხრივ თითქოს ჯერ ასე ვთქვათ რაღაცნაირად არ ჩანს რაღაცა ახალი შემოთავაზებები ამ ურთიერთობაში, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოლოდინი ასე თუ ისე არის, ხო, რომ თითქოს შესაძლებელია ასე თუ ისე ყველაფერი დაბრუნდეს თავის ადგილზე და ისე იყოს, როგორც ადრე იყო, ხო? თქვენი ენერგიები, ასე ვთქვათ, არის გამოსახული ორიანი ხვლების ენერგიებში, ანუ რაღაცნაირად არჩევნის წინაშე იმყოფებით თქვენ, ხო, ვინც ამ გაშლას უყურებთ. ან იცით, როგორ შეიძლება კიდე აქ ვთქვათ, რომ რაღაცნაირად თავდაცვით პოზიციაში ხართ, ხო? ეს ენერგია მიგვითითებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ რაღაც შინაგანი კონფლიქტები, თითქოს ასე ვთქვათ, გრძნობები ჯერ კიდევ ცოცხალი გაქვთ ამ პიროვნების მიმართ, მაგრამ მენტალურად თავს იკავებთ ამ გრძნობებისგან და ასე ვთქვათ, მასთან ყოფნისგან, ხო? ასე ვთქვათ, ფრთხილობთ და აკვირდებით სიტუაციას თქვენ შორიდან, გიჭირთ რაღაცნაირად ემოციურად რო იყოთ გახსნილი მასთან მიმართებაში და შესაძლებელია ცდილობდეთ, ასე ვთქვათ, ეს თუნდაც ეს თქვენი მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ თითქოს ცდილობთ რაღაცნაირად რო გულისტკენებისგან, მომავალი გულისტკენებისგან რაც შეიძლება მოხდეს თქვენთან მიმართებაში ამ პიროვნებიდან, ასე ვთქვათ, თავი დაიცვათ, ხო? თავდაცვის პოზიციაში იმყოფებით.
ამ არკანმა კიდევ რა შეიძლება გვაჩვენოს, იცით რომ გზნობთ რაღაცნაირად გარკვეულ პასუხისგებლობას და გიჭირთ უბრალოდ ასე ვთქვათ გულის ხმით მოქმედება, როგორც იტყვიან, ხო? აი ეს არის თქვენი ენერგიები დღესდღეობით. მისი ენერგიები შედარებით თქვენთან ხო უფრო სტაბილურია, ხო? პენტაკლების რაინდის ენერგიებში იმყოფება ეს პიროვნება. პიროვნება როგორც ასეთი მოქმედებს ძალიან ნელა, ფრთხილად, მაგრამ ასე ვთქვათ სტაბილურად, ხო? რაღაცნაირად დღეს პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ორიენტირებულია პრაქტიკულ საკითხებზე უფრო მეტად. აი ყოველდღიურობაშია თითქოს ჩართული ხვდებით და იქ ჩაძირულია თავის ყოველდღიურობაში და იქ არის რა რაღაცნაირად თითქოს რაღაც პრობლემებს აგვარებს თავის რაც თქვათ მის ყოველდღიურობას ახასიათებს ხო შესაძლებელია ასე თქვათ ამ არკანის მიხედვით ან ენერგეტიკულად როგორ რას ვიტყოდი ამ პიროვნებიდან ხო ინიციატივას თითქოს არ იჩენს თქვენს მიმართ ხო ეს პიროვნება იმიტომ რომ ძალიან ნელი არკანია ზოგადად პენტაკლები ისედაც დროში გადაწელილი მასტია იმაში აქვია ტაროში და აქედან გამომდინარე არ ეჩქარება არც ეს თქვენ ინიციატივის გამოჩენა თქვენთან მიმართებაში, მაგრამ გულში ჯერ კიდევ სერიოზულად უდგება ამ ურთიერთობას, რაც თქვენ შორის არის, უბრალოდ მისი ესე თქვათ გზავნილები თქვენთან მიმართებაში შესაძლებელია რაღაცნაირად ძალიან მოუქნელი იყოს რა ამ შემთხვევაში თქვენთვის, ხო? პიროვნება არ მოქმედებს ასე ვთქვათ გრძნობებით რა, ის მოქმედებს უფრო პრაგმატულად, ხო? რაც ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, გიქმნით განცდას თითქოს არაფერს აკეთებს ეს პიროვნება თქვენთვის, ხო? აი ესეთი ჩავეშლება გრჩებათ შემოკარგება, ხო? წარსულში მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ როგორ იყო, ეს არის სიკვდილის არკანი, ძალიან ლამაზი არკანებია, ბარათები არკანები, რა ვიცი მნიშვნელობა არა, ერთ და იგივეა. ძალიან ლამაზი არკანებია. შეხედეთ, ეს არის სიკვდილის არკანი, შემდეგ მოდის ძალის არკანი, შემდეგ მოდის 10-იანი პენტაკლები და აკურით როგორი ლამაზი არკანებია და ბოლო არის თასების დედოფალი, ხო? ანუ, ზოგადად ძალიან ესე ვთქვათ, სიმბოლური წყობა აქვს ამ ასე ვთქვათ, ამ ოთხეულს ერთად, ხო? სიკვდილი და ძალა გვიჩვენებს, რომ მასთან ასე ვთქვათ, თქვენ შორის იყო რაღაცნაირი თქვენი ურთიერთობა, მასთან იყო რაღაცნაირი ტრანსფორმაციული ურთიერთობა, ხო? ბედისწერით მოვლენილი ურთიერთობა, ალბათ ეს თქო მოულოდნელი და ძლიერი ემოციური ურთიერთობა, რომელიც ასე ვთქვათ, ასეთი ბუნებით ხასიათდება, ხო, როგორც დავახასიათე შესაძლებელია, ასე ვთქვათ, თავდაპირველად მან დაასრულა ბჭყალებში რა ვიღოთ, ან რამე ისეთი დიადი გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან მიმართებაში, თუმცა ამას მოყვა როგორც ასე ვთქვათ, შინაგანი ბრძოლები, ხო, შიდა ბრძოლები, ხო, რაღაცნაირად ეს შესაძლებელია ყოფილიყო ან საწყისი ან დასასრული ურთიერთობის და აქ იყო რეალურად ესეთი გარდამტეხი მომენტი, ხო, თუნდაც ურთიერთობის საწყისში, თუნდაც ურთიერთობის ასე ვთქვათ, რაღაც შუა ნაწილში რომ მივიდეთ, ხო, როგორი იყო დამოკიდებულება. ანუ სურს თუ არა საერთოდ ამ პიროვნებას ეს ურთიერთობა თქვენთან, ხო? შემდეგ მოდის 10-იანი პენტაკლები, ხო და თასების დედოფალი. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ მის გულში ძალიან თბილი, აი რაღაცნაირი ოჯახის, ასე ვთქვათ, აი ოჯახის წევრი რო ხართ მისთვის, ისეთი ენერგია გქონდათ თქვენ მის ცხოვრებაში და თქვენს მიმართ ასეთი ენერგია გქონდათ, თქოს აი რა გაყო, ხო? ჩემი ოჯახის წევრებით არისო, ხო? აი რო არ გამოყოფთ ოჯახის წევრისგან, ხო? შესაძლებელია, ასე ვთქვათ, პიროვნება გხედავთ როგორც იდეალურ პარტნიორს, რომელიც ასე ვთქვათ, აძლევდა მას სტაბილურობას, შინაურ სითბოს, ხო, აი როგორც შეიძლება რომ შენი საკუთარი აი როგორ ვთქვათ, ოჯახის წევრისგან წამოვიდეს, ხო? და ემოციურ, ასე ვთქვათ, თავდადებასაც ხედავდათ ასევის დედოფლთან თქვენთან მიმართებაში, მის მიმართ და ამ ურთიერთობაში, ხო? მისთვის, ასე ვთქვათ, თქვენ იყავით ადრე ქალი, ვინც მასთან ერთად შეიძლება წარმოუდგენლად მყარი საფუძველი შეექმნა, ხო ხდებით მისთვის, თუნდაც სამომავლო პერსპექტივებით, რომელიც შეიძლებოდა ეყრდნობოდა ოჯახს, ხდებით, ანუ ოჯახის შექმნის პერსპექტივებიც იყო ადრე ასე ვთქვათ, მის დამოკიდებულებაში თქვენს მიმართ ხდებით, მაგრამ ეს ყველაფერი იცით როგორ იყო, ეს სიკვდილის არკანი და ძალის არკანი რას ნიშნავს, ხო? რაღაცნაირად ცდილობდა, რომ
თავისი გრძნობები ეკონტროლებინა თქვენთან მიმართებაში და საბოლოო ჯამში იმ ტენდენციამდე მივიდა, ხო, აი თავდაპირველად დავიწყოთ, ხო? ჯერ ხო ვფიქრობ და მინდა, არ მინდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ადამიანი დარწმუნდა, რომ კი უნდა, იმიტომ რომ თქვენთვის არ ჩამოუვარდებით არც ერთი ოჯახის წევრს, მისთვის ძალიან თავისი ადამიანი ხართ, რომელიც ძალიან უყვარს და მინდა საერთოდ ჯამში მასთან მომავალი შექმნას, ხო? და აქედან გამომდინარე, მისთვის ასე ვთქვათ, თქვენ შეიძლება ყოფილიყავით, აი ესე ვთქვათ, წარმოუდგენლად მყარი საფუძველი, ხო, ცხოვრებისეულად, მაგრამ ამავე დროს ის ხედავდა რას, რომ ეს ურთიერთობა სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვდა მის ცხოვრებაში, ხო? და ეს ცვლილებები არ იყო, ასე ვთქვათ, მარტივი მისთვის, თუნდაც მხოლოდ მისთვის, რომ გადაელახა და ასე ვთქვათ, ეს ცვლილებები ასე თქვენს გამო მომხდარიყო მის ცხოვრებაში. ამჟამინდელი დამოკიდებულება თქვენს მიმართ როგორია, ეს არის მაგის არკანი, ორიანი კვერთხები, ეტლი და სამართლიანობა. მაგის არკანი, კვერთხების ორიანი, ეტლის არკანი და სამართლიანობა. აი ეს უკვე როგორ გითხრათ ის და ახალ ეტაპზე გადასვლის იმპულსია, ხვდებით, აი ამ 4 არკანიდან შემიძლია ასე ვთქვათ გითხრათ, ხო? მაგი მიგვითითებს იმაზე, რომ ამ ეტაპზე იგი ფიქრობს თქვენზე როგორც ურთიერთობაზე, ქალთან ურთიერთობაზე, რომელსაც შეუძლია კონკრეტული რეალობის, ასე ვთქვათ, ფორმირება, ანუ ხვდებით, ხო რას გეუბნებით, მისი გონება სავსეა იდეებით და ასე ვთქვათ, აზრობრივი ქმედებებით, ხვდებით, ანუ რაღაცნაირად ადამიანი ფიქრობს, რომ შესაძლებელია რეალურად ჩამოყალიბდეს მყარი, კარგი ურთიერთობა, სადაც იქნება, ასე ვთქვათ, ძლიერი საფუძველი და საძირკველი, ხო? ორიანი კვერთხი კი გვიჩვენებს რას, ხო? ეს მაგის არკანიდან გამომდინარე ვსაუბრობდი. ორიანი კვერთხები გვიჩვენებს იმას, რომ ჯერ კიდევ არ არის ეს პიროვნება, ასე ვთქვათ, ბოლომდე ასე ვთქვათ, მისული გადაწყვეტილების წინაშე, ხო, ანუ ვერ გადაუწყვეტია, უნდა თუ არა ამ ურთიერთობაში წინსვლა, ხვდებით, მაინც და მაინც, ხო? მაგრამ ის განიხილავს ვარიანტებს, ხვდებით, ანუ ისე არის, რომ არ უნდა და რაღაც პირიქით უნდა ძალიან, მაგრამ აი რო აწონ-დაწონი, ხო, სიტუაციებს და ვარიანტებს როგორც იტყვიან, რა იქნება სასარგებლოდ და რა იქნება, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო ესე წონის პიროვნება ამ ურთიერთობის თემაში რაღაც ვარიანტებს და ასე ვთქვათ, ეტლის არკანიც მიგნიშნებს იმაზე, რომ ვლინდება რაღაცნაირად ძლიერი შიდა სურვილი აქტიური ნაბიჯებისკენ, ხომ? თუნდაც იმიტომ, რომ პიროვნება რომ ფიქრობს, რომ ასე და ისე წონის ვარიანტებს, ასე ვთქვათ, არჩევს ვარიანტებს და ხვდება საბოლოო ჯამში, რომ არის სურვილი აქტიური ნაბიჯების გადადგმისა თქვენს ურთიერთობაში. ხო, შეიძლება ეს პრობლემა ცდილობს დაგანახოთ, რომ შეუძლია მოქმედება, ასე ვთქვათ, თქვენკენ მოძრაობა, სხვათა შორის სიძლიერის კერდა ეტლის არკანი გვიჩვენებს, რომ ეს პიროვნება ძალიან კარგად აკონტროლებს საკუთარ გზნობებს, ემოციებს, ნაბიჯებსაც და კონტროლ ქვეშ აღყავს თავისი ემოციებიდან დაწყებული, ასე ვთქვათ, მოქმედებებით დამთავრებული ყველაფერი, ანუ პიროვნება საკმაოდ ძლიერია, ასე ვთქვათ, როგორც პიროვნება და კარგად შეუძლია აკონტროლოს საკუთარი თავი, ხო? სამართლიანობის არკანი რაც ბოლოს ამოდის, ხო? რაღაცნაირად ეს პიროვნება ცდილობს შეაფასოს ყველაფერი, რაც იყო და რაც არის ახლა, ხო? აი რა იყო და რა არის ახლა, შესაძლოა ფიქრობს ის, რომ რაღაცნაირად აი როგორ ვთქვათ, რაც კარმულ ბალანსზე აქვს უფრო საუბარი, ხვდებით, ახლა ეს კარმული ურთიერთობა რო ამას ერთობა არ გაუვა წყალი, იმიტომ რომ ეტლის არკანიც კარმული არკანია, ასე ვთქვათ, სიკვდილის არკანი ძალიან კარმული არკანია, პლუს ამას ამოვიდა ეს სამართლიანობის არკანი, რომელიც არანაკლებ კარმული არკანია, ხო? ანუ თითქოს წარსულზე ფიქრობს, პასუხისგებლობებზე ფიქრობს, რაღაც სისწორეზე, მართებულობაზე ფიქრობს ეს პიროვნება, ხო? საერთოდ ჯამში, ანუ ეხლა როგორ ვთქვათ, მისი დღევანდელი დამოკიდებულება გაცილებით მიზანმიმართულია და გააზრებულია თქვენთან მიმართებაში, ვიდრე წარსულში. ანუ პიროვნებაში აღიძრა იდეა, რომ ურთიერთობას რეალური განვითარება და ასე ვთქვათ, გამართვა სჭირდება და უნდა, ასე ვთქვათ, სწორი გეზით უნდა წავიდეს, ხო? მაგრამ ჯერ კიდევ ყოყმანობს და ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების წინაშეა და აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს შესაძლებელია იყოს
გადაწელილი დრო, ხო, აი თითქოს პიროვნება თვითონ ვიამოდის ნახეთ პენტაკლების რაიონში, ხო? ნელი ნაბიჯები თითქოს არსად რო არ ეჩქარება პიროვნებას და ამ თავისი ნელი ნაბიჯებით და ამ თავისი ნელი მოქმედებებით თქვენთან მიმართებაში და გადაწყვეტილებების მიღებით, ხო? მაგრამ დამიჯერეთ საფუძვლიანია ეს ყველაფერი. თქვენ გეპარებათ უკვე ეჭვია, ხო? ორიანი ფლების პოზიციაში ამოდიხართ. ნეტა საერთოდ რა ხდება, ხო? რა უნდა ვერ გაგიგიათ, ხანის უნდა საერთოდ ჯამში გგონიათ რომ ესეც კი გითქვამთ რომ თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა არა და პიროვნება პირიქით ძალიან დაკვირვებულად მიზანმიმართულად და ძალიან ესე ვთქვათ პასუხისგებლობით ეკიდება ამ ურთიერთობას და შემდეგ მომავალში რო არ იყოს ესე ვთქვათ კითხვები და ასე ვთქვათ პროტესტები და რაღაც პრეტენზიები, ანუ ყველაფერს წონის, ყველაფერს ასე ვთქვათ იაზრებს და ისევნა ნაბიჯების გადმოდგმა, ხო? რაღაცნაირად ფიქრობ, რომ სწორ პოზიციაში ეს პიროვნება, ჩემი ხედვიდან გამომდინარე, ხო? ასე ვთქვათ, ეხლა რა მინდა კიდე აქ განვიხილო, ხო? შესაძლებელია აი უყურეთ სამკუთხედურ ტიპს მე არ ვიტყვი ურთიერთობის, მაგრამ ძალიან ესე ვთქვათ, ხშირად ამოდის და ვახსენე კიდევაც არკანებიდან გამომდინარე სამართლიანობა, წარსულის ასე ვთქვათ, რაღაცა ურთიერთობები, წარსულის ასე წარსულიდან გამომდინარე პასუხისგებლობები, ხო? ძალიან მკვეთრად შეიძლება გვიჩვენებდეს, რომ შესაძლებელია, ახლა სამკუთხედს არ ვიტყვი, მაგრამ პიროვნებას ადრე ეს შესაძლოა, ვისაც არ გეკუთვნით ეს ყველაფერი, მაინც და მაინც საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ, ხო? მე უბრალოდ ვარიანტებს განვიხილავ, რისთვისაც საჯარო გაშლა ვარიანტებად განვიხილავ, ხო? თუ მოგაყრით მხოლოდ ერთ ვარიანტს და არ განვიხილავ შესაძლო სხვა ვარიანტებს, მაშინ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთ პიროვნებაზე მორგებული, ხო? და ვცდილობ რაღაცად განვავრცო და დავაკმაყოფილო ეს თქვენი ინტერესი, თუნდაც ერთი-ორი სიტყვით მაინც, ხო? სხვა მიმართულებითაც წავიყვანო, მაგრამ სხვა მიმართულება არაფერს შუაში, ისევ ამ გაშლის ნაწილია ეს ყველაფერი, რასაც ვიტყვი ახლა, ხო? სამართლიანობიდან გამომდინარე შესაძლებელია ისე იყო, ან არის დღესაც, ხო, ოფიციალურ ურთიერთობაში, ან ასე ვთქვათ, მესამე, ასე ვთქვათ, პირი, ან რაღაცნაირად მოვლენა, ან გავლენა ახდენს, ასე ვთქვათ, ამ თქვენს ურთიერთობაზე, პარტნიორობაზე გავლენას, ხო? რაღაცნაირად 10-იანი პენტაკლები წარსულში რომ ავიღოთ, ხო? თითქოს მიგვანიშნებს, რომ ან იყო, ან ყავდა პიროვნებას ოჯახი, ან ყავს ახლა ეს ოჯახი, რომელზეც პასუხისმგებელია და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია მისთვის ამ სიახლეში თქვენთან გადმოსვლა და თითქოს თქვენ რომ იცით, რომ ეს პიროვნება ასე ვთქვათ, ასეთი ნელი ნაბიჯებით მიდის ამ თქვენი ურთიერთობაში და დიდად არ ჩანს მის ეს ნაბიჯები, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ძალიან მშვიდი და ძალიან სწრაფი არა ნელი ნაბიჯებით მიდის. უკვე გონიათ რომ არც რაფერს არ გააკეთებს და არ თქვენ გიშვებთ შორს, არც ვთქვათ, არც ძალიან ახლოს მიყავხართ და უკვე ცოტა არ იყოს დაბნეული ხართ, ხო, რა უნდა საერთოდ შემგახომ, ან იმასაც შეიძლება ფიქრობთ რომ გამკეთებელი აქამდე ყველაფერს გააკეთებდაო, ხო? მაგრამ ეს ესეთი ადგილი არ არის, ხო, ხვდებით რას ვიძახი. თუნდაც ავიღოთ წარსულში პასუხისგებლობები ქონდა აკიდებული და იმათ ასე ვთქვათ, დაალაგებას ლოს, თუნდაც შესაძლებელია ეხლაც იყოს ურთიერთობაში სტაბილურში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ, ფინანსური და პასუხისგებლობები აკისრა და მეტი სხვა არაფერი და ცდილობს ეს დაალაგოს ყველაფერი, ხო? და ამ ყველაფერს ესე სწრაფად და უცებ ვერ გააკეთებს. ნუ არ ხდება ცხოვრებაში ესე, ხო? ფლების ორიანი თქვენიდან გამომდინარე მიგვითითებს იმაზე, რომ თქვენ თვითონაც გახართ არჩევნის წინაშე, ხვდებით უკვე დარჩეთ ამ ურთიერთობაში და წახვიდეთ ურთიერთობიდან, ხო? და ორიანი კვერთხები, ასე ვთქვათ, ხო, რაც მისია რეალურად აი აქ ამოდის, ხო? გაიგივებულად თქვენ ხომ თქვენ ენერგიებში ხართ, მაგრამ პიროვნებიდან გამომდინარე ორიანი კვერთხი რო ამოდის, რას მეუბნება, ხო? ну, გვინდა, არ გვინდა, თქვენ ძალიან კარგად იცით ამ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, შინაარსი. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც მე ვისაუბრე, რომელსაც გეკუთვნით მეორე, ესე ვთქვათ, სიუჟეტი მოვიგეთ იმათმა და ძალიან კარგად იცით, რომ ეს ორი მხარე შესაძლებელია იყოს აქტიური ურთიერთობა მისი მხრიდან, რომელიც ახლა აქვს და თქვენ ხართ მის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, შემოსული ამ ურთიერთობაში, ან ყოფილი მისი ურთიერთობა, სადაც პასუხისგებლობები და ვალდებულებები აქვს და სადაც შესაძლებელია მას არ ასვენებენ წარსულიდან, წარსულის ადამიანები, ხო?
ასე რომ ასე თქვა დიდი ალბათობით შესაძლებელია იყოს სამკუთხედური ტიპის ურთიერთობა, არ გამოვრიცხავ რომ ორიანი ხმლიდან გამომდინარე, თუნდაც თქვენიდან გამომდინარეც ოთხკუთხედური სტილის ურთიერთობაც იყოსო, ისიც არჩევანშია, თქვენც არჩევანში ხართ და სადაც ასე თქვა თქვენ ხართ გულით ჩართული, ეს პიროვნება კი ზომავს ასე თქვა ნაბიჯებს, ცდილობს ემოციური იმპულსებისგან და პრაქტიკულ იმპულსებისგან ასე თქვა თავი შეიკავოს და მისი ნაბიჯები იყოს პრაქტიკული და რეალობასთან ასოცირებული, ხო? რაღაცნაირად თქვენ ამ პიროვნებისთვის ხართ ადამიანი, ვინც მის გულში ღრმად არის გამჯდარი, დაიმკვიდრეთ ის ადგილი, თქვენ უკვე მის გულში ხვდებით, მის გულში ხარ წარსული. წარსულში ეს იყო უფრო მეტად როგორ იცი, უფრო ემოციური ფონი თქვენი მდგომარეობა მასთან მიმართებაში. ახლა კი მეტად გააზრებული აქვს ამას ეს ურთიერთობა თქვენთან რაც არის და უფრო მეტად სერიოზულად უდგება ამ ურთიერთობას, ხო? მან შესაძლოა დაკარგა დრო, მაგრამ ახლა რაღაცნაირად ცდილობს სწორად დაწონოს ყველაფერი და აერჩიოს სწორი გზა, თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე ასე ვთქვათ, გაკაფული და ნაბიჯების გადადგმული მას არ აქვს ჯერჯერობით ბოლომდე ხვდებით, ხო? მოდი ახლა რჩევას გეტყვით, ხო? რატომღაც მომინდა რჩევა, რომ გითხრათ თქვენიც ამას უყურებთ, ხო? რომ შეინარჩუნეთ შინაგანი წონასწორობა ჩამოკარგებო, ნუ გარისკავთ ასე ვთქვათ, საკუთარ გზნობებზე უარის თქმას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ მოქმედებს ისე, როგორც თქვენ გსურთ, ხვდებით? თქვენ სხვა შეხედულებები გაქვთ, იმ პიროვნებას ცოტა სხვა აღქმის უნარი აქვს და ვიცი, თქვენ ცოტა სწრაფად გინდათ ყველაფერი, მაგრამ ასე იოლი და მარტივი არ არის, ხო? ასე თქვა, თქვენს პოზიცია აქვს ძალა რეალურად და სწორედ ეს პოზიცია ანუ თქვენი ეს პოზიცია განსაზღვრავს დაბრუნდება თუ არა იგი რეალურად თქვენთან ხვდებით, ანუ უნდა შეინარჩუნოთ თქვენი ღირებულება და ემოციური სიმშვიდე, რაც თავარია, ხო? პიროვნება ამ ყველაფერს ამჩნევს და ხედავს და დამინჯერეთ ამ ურთიერთობას სჭირდება ძალიან სწორი აზროვნება და სწორად გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯები. არ აქვს მნიშვნელობა ოთხკუთხედში ხართ თუ სამკუთხედში ხართ თუ ნუ თქვენ შორის ურთიერთობა არის ასე ვთქვათ ღიად ყოველგვარი მესამე ფაქტორების გარეშე რეალობაში დღესაც ხდება, მაგრამ მესამე ფაქტორები გვევლინებოდეს ყოფილი ურთიერთობის სახით ერთის მხრიდან, თუნდაც ორივეს მხრიდან, ან თუნდაც თქვენი მხრიდანაც არ არის გამორიცხული ყველაფერი და აქედან გამომდინარე ამ ურთიერთობას სჭირდება სწორი კუთხიდან დანახვა ყველაფრის და ურთიერთპატივისცემას და ურთიერთგაგებაზე როა ყველაფერი ასე ვთქვათ ორიენტირებული და ურთიერთობა ცოცხლად ასე შენდება და ასე იქნება, ჩემგან არ გესწავლებათ, ხო? დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო და კარგებო, ეს იყო სულის თქმას, რომ სურდა ამ ყველაფერთან მიმართებაში თუ რა დამოკიდებულება თქვენს მიმართ და როგორი იყო ის ადრე და როგორია თქვენს მიმართ ის ახლა, ვფიქრობ, რომ ძალიან მშვენიერი გაშლა გამოვიდა, ხო? მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო. ნახვამდის.